ტუნისელი ბლოგერი საქართველოში ვიზიტის შესახებ საკუთარ ინტერნეტ გვერდზე წერს. ბასემ ბუგერა თბილისში საქართველოში განხორციელებული რეფორმების გასაცნობა ჩამოვიდა. ტუნისელი ბლოგერის თქმით, ვიზიტის პირველივე დღეს მისი ყურადღება შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამ მიიპყრო. ბასემ ბუგერას შეფასებით გარედან იმის დანახვაც შეიძლება, თუ როგორ კითხავენ პოლიციელები ხალხს შემინული კედლების მიღმა. ასე მუშაობს გამჭვირვალე სისტემა, აცხადებს ტუნისელი ბლოგერი. ბასემ ბუგერა განათლების რეფორმასაც გაეცნო და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველა პირველ კლასელი მოსწავლე კომპიუტერითაა უზრუნველყოფილი. ტუნისელი ბლოგერი ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ შეხვედრებსაც დაესწრო და საკუთარ ბლოგზე წერს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში ატლანტიკურ ვახშამზე მიიწვიეს. ჩვენც გვექნება დებატებში. წარმოშობით ტუნისიდან არის, თუმცა დღეს ცხოვრობს სან-ფრანცისკოში, მუშაობს კომპანიაში Yahoo. მისი შტაბ-ბიჭდილებები საქართველოდან ძალიან პოზიტიური იყო. მან დაწერა წასვლის შემდეგ, რომ გაუცებული იყო მაგალითად პოლიციის რეფორმით საქართველოში. მე ვიცი, რომ მას ჰქონდა შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ეკას ღულაძესთან, რომელმაც მოუყვა იმ წარმატებების შესახებ, რომელსაც საქართველოს მიაღწია პოლიციის რეფორმის მხრივ. და ახლა კურიერი შეკითხებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა უპასუხებს, რომელიც თავად იმყოფებოდა ტუნისში ქართული რეფორმების გასაზიარებლად. საღამომშვიდობისა, ბატონო ვახტანგ. გამარჯობა. ბატონო ვახტანგ, აღმოსავლეთის ქვეყნები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ წარმატებული ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ იმყოფებოდით რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ტუნისშიც. ძირითადად რა თემებია მათთვის საინტერესო? დავადასტურებ, რომ საქართველოს რეფორმების მიმართ ვარდების რევოლუციის შემდეგ ინტერესი მართლაც დიდია. მე გახლდით ეგვიპტეში, ასევე ორჯერ გახლდით ტუნისში, სადაც შეხვედრები შედგა როგორც ამჟამინდელი მთავრობის წევრებთან, ისე პარტიულ ლიდერებთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, რომლებთანაც ჰქონდა საუბარი ქართული რეფორმების შესახებ, მათი წარმატების შესახებ. ძალიან დიდი ინტერესით სარგებლობს საქართველოში განხორციელებული პოლიციის რეფორმა, ასევე რეფორმა, რომელმაც ბიზნესის კეთების გამარტივება გამოიწვია და განსაკუთრებით ასევე ანტიკორუფციული რეფორმები, ისე რომ ყველა ამ თემის მიმართ ძალიან ბევრი იყო კითხვა და ძალიან დიდია ინტერესი. ბატონო ვახტანგ, საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში რევოლუციურმა ტალღამ მოიცვა და სადაც ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა. იგულისხმება მხოლოდ გამოცდილების გაზიარება, თუ ამ ქვეყნების წარმომადგენლები უკვე კონკრეტული პროექტების განხორციელებას გეგმავენ? რევოლუცია მოხდა, მაგრამ ცვლილებები საქართველოსგან განსხვავებით ჯერ იქ არ განხორციელებულა. ამიტომ ის ლიდერები, რომლებმაც ცისისარიგით პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ქვეყნის მომავალზე, ინტერესდებიან თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რას აქვს ეფექტი, რას აქვს შედეგი და რა შეიძლება იყოს მოსახლეობისა და სამუშაო ადგილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. არის უკვე დაწყებული კონკრეტული პროექტებზე მუშაობა, რომლებიც იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში უკვე ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაში გადაიზრდება.